ძუძუთი კვების 1 წლამდე ერთადერთი მისაღები ალტერნატივა არის რძის ნაზავი, ანუ ფორმულა. მიუხედავად ძუძუთი კვების უპირატესობისა, 6 თვემდე 50%-ზე ნაკლები დედა აგრძელებს ძუძუთი კვებას. მშობლის სურვილი არის ყველაზე ხშირი მიზეზი რძის ნაზავის გამოყენების, თუმცა ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია ჩვილის ან დედის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ თემაზე უკვე ჩაგიწერეთ ვიდეო და თუ გაინტერესებთ ძუძუთი კვების უკუჩვენებები, მოიძიეთ ეს ვიდეო ჩემს არხზე. გარდა ამისა, ნაზავი შეიძლება დაემატოს ძუძუთი კვებას არასაკმარისი წონის მატების შემთხვევაში, რომ გავზარდოთ მიღებული კალორიების რაოდენობა. ფორმულით კვების უპირატესობაა ასევე შესაძლებლობა, რომ ზუსტად დავთვალოთ მიღებული საკვების რაოდენობა, რაც ძუძუთი კვების შემთხვევაში ძნელია. ასევე უპირატესობაა ის, რომ ოჯახის წევრებს შეუძლიათ კვების პროცესში ჩართვა. მაგრამ ყველა ამ ფაქტორის მიუხედავად, ძუძუთი კვების სარგებელი მაინც გადაწონის ხელოვნური კვების უპირატესობებს. კომერციული საბავშვო რძის ნაზავები ხელმისაწვდომია ფხვნილის სახით და ყველა შეიცავს ვიტამინებს და უმეტესობა გამდიდრებულია რკინით.